Bismillah, alhamdulillah, ala rasulina Muhammad amma ba'd, assalamu alaikum, მოგესალმებით. მინდა ვისაუბრო ახლო აღმოსავლეთში მოხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, პალესტინაში, ღაზაში, რაც ხდება, მიმდინარეობს ეთნოწმენდა გენოციდის სრული მნიშვნელობით. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ევროკავშირი გაერო და ასე შემდეგ და ისრაელს ადანაშაულებენ გენოციდში. რაც შეეხება შემოდის კითხვები, რატომ ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, ხმას არ ვიღებთ, გამოსვლას არ ვაკეთებთ და ასე შემდეგ. იმ თავიდანვე, როდესაც ეს პრობლემები დაიწყო, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ წერილობით განცხადებს, ვიდეო ჩაწერებს და ასე შემდეგ, როდესაც საჯარო სივრცეებში ვიკრებებით, ყოველთვის ვსაუბრობთ ერთ მნიშვნელოვან თემაზე. ეს არის ბოიკოტი, ანუ პროტესტი ისრაელის მიერ წარმოებულ და ისრაელის მხარდამჭერ კომპანიის ფირმების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე. რაც შეეხება რაში მდგომარეობს ეს, მინდა წავიკითხო სურა მუმთაჰინეს 9 აიათი, უზენაესი ალლაჰი იბრძანებს ესტაღფირულlah ბისმილlah. إنما ينهاكم الله عن الذين قاتلوكم في الدين وأخرجوكم إلى آخر آية მნიშვნელობა არის ასეთნაირად, მაგრამ გიკრძალავს ალლაჰი იმათ და უმეგობრდეთ, რომელთაც შეგებრძოლენ რწმენის თაობაზე, გაგაძევეს საკუთარი სახლებიდან და მხარში ამოუდგნენ თქვენს დევნაში, ხოლო ვინც მათ და უმეგობრდება, სწორედ ისინი არიან ცოდვილნი. ის ხალხი, რომელიც პალესტინაში მყოფი ხალხი, ზუსტად აი ამ მნიშვნელობით, ანუ რწმენის თაობაზე ებრძოლებიან, ამას პლუს გააძევენ საკუთარი სახლებიდან, როდესაც თავდაპირველად შეიფარეს პალესტინელებმა, შემდეგ იმათ სახლებიდან გააძევეს და დღეს სრული მნიშვნელობით გენოციდი მიმდინარეობს. და ალლაჰ თალა გვიკრძალავს და უმეგობრდეთ იმათ და ვინც რომელიც ამ ქმედებას აკეთებს და იმათ კიდევ ვინც მხარს უჭერს. ანუ ჩვენ მხარდაჭერა ისრაელსა და მათი მოკავშირეების როგორ ხდება? აი პროდუქცია, ნებისმიერი საკვები იქნება სასმელი თუ ასე შემდეგ. საყოფა ცხოვრობენ ნივთების შეძენა ნებისმიერ რა, რომელსაც უყიდულობ თუ არის წარმოება ისრაელსა და მათი მომხრეებისა, ჩვენ მათ ვაძლიერებთ ეკონომიურად, ფინანსურად. მათი მოკავშირეები ვხდებით. განკითხვის დღეს ალლაჰის წინაშე, როდესაც წავსდგებით იმ დროს ებრაელების, ანუ იმ ხალხის, რომელიც რომ დღეს ამ გენოციდის აკეთებენ მათ რიგებში რომ აღმოჩნდეთ, არ უნდა გაგიკვირდეთ. ამიტომ ყოველთვის ვამბობთ და ახლაც ვიმეორებთ, რომ ანუ ჩვენ ყიდვის დროს უნდა გავაუფრთხილდეთ, რას ვყიდულობთ, რადგან ჩვენი შეძენილი ყველა ის პროდუქცია იქ მუსლიმ ხალხს ტყვის სახით, ბომბის სახით უბრუნდებათ. Inshallah, ჩვენ ვიდეოს დასასრულში რამოდენიმე სიუჟეტიანი ორი ვიდეო იქნება, რომელიც რომ ნათლად მიხვდებით და შემდგომში გავაუფრთხილდეთ. ანუ არავინ არ უნდა თქვას, რომ რა მოხდება ამით, რომ არ გავაუფრთხილდეთ. მინდა ერთ-ერთი ფაქტი გავიხსენო ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოს ჟესტი, რომელიც რომ ერთ-ერთი კონფერენციის დროს ორი კოკაკოლის ბოთლი აიღო, გადადდა წყალი დალიეთ, იმ დროისთვის გაყიდვების დროს 4 მილიარდამდე დაცემა ნახა კოკაკოლის ფირმა. ნახეთ, ერთმა ჟესტმა რა გააკეთა, მაგრამ ჩვენ ყველანი უდესაც გავუფრთხილდებით, მონაწილეობასაც არ მივიღებთ, მას პლუს ეკონომიკურ დახმარება, ხელშეწყობაშიც არ ჩაგვეთლება. უზენაესმა ალლაჰმა გამოგვაღვიძოს ჩვენ მუსლიმები, დაეხმაროს იმ პალესტინელ ხალხს და ალლაჰმა დაწყევლოს და გაანადგუროს ისრაელი და ისრაელის მომხრე ხალხი, რომელიც ამ გენოციდს ამართლებენ. Assalamu alaikum. Fire.